2024 წელს ქვეყანაში ელექტროენერგიის ადგილობრივი მოხმარება 6%-ით გაიზარდა, გალდენ-დაგარტის მონაცემებით, განსაკუთრებით მაღალი ტემპით 14,1%-ით გაიზარდა პირდაპირი მომხმარებლების მიერ ელექტროენერგიის მოხმარება. ეს იმფონდა, როდესაც ქვეყანაში სამრეწველო სექტორში მოქმედი საწარმოების დიდი ნაწილი გაჩერებულია და დროებით აღარ ოპერირებს, მათ შორის ზესტაფონის სფეროშენადობდა ქარხანაც, რომელიც თვის განმავლობაში დაახლოებით 9 მილიარდ კილოვატ-საათ ენერგიას მოიხმარს, რის ხარჯზე იზრდება ელექტროენერგიის ადგილობრივი მოხმარება და როგორია მოლოდინები. მიმდინარე წელთან დაკავშირებით ელენე გოგბერაშვილი ჩაგვაყენებს საქმის კურსში. ელენე, მოგესალმები და გისმენ. მოგესალმებით, ნუცა. გასულ წელს ქვეყნის შიგნით 14 ტერავატ-საათამდე ელექტროენერგია მოიხმარეს, რაც 2023 წელთან შედარებით 6%-ით გაზრდილი მაჩვენებელია. განსაკუთრებით მაღალი ტემპით 14,1%-ით გაიზარდა პირდაპირი მომხმარებლების მიერ მოხმარება. ეს ის საწარმოები არიან, რომლებიც დენს პირდაპირი ხელშეკრულებებით თელასისა და ენერგოპროს გვერდის ავლით ყიდულობენ. სტატისტიკის თანახმად მსხვილ მომხმარებლებს შორის პირველ ადგილზე ჯორჯიან მანგანეზია, რომელმაც გასულ წელს 775 მილიონი კილოვატ-საათი ელექტროენერგია მოიხმარა, 11%-ით ნაკლები ვიდრე წინა წელს. ეს აიხსნება იმით, რომ ჰოლდინგში შემავალი ზესტაფონის სფეროშენადობდა ქარხანა დროებით გაჩერებულია. საინვესტიციო ბანკი გალდენ-დაგარტი ელექტროენერგიის შიდა მოხმარების ზრდას კრიპტომაინინგ და მეტალურგიის სექტორების გააქტიურებით ხსნის, რაც მათი შეფასებით საერთაშორისო ბაზრებზე კრიპტოაქტივების და სფეროშენადობების ფასების ზრდამ გამოიწვია. წინა წელს იყო საკმაოდ დაბალი ბაზა, რაც გამოწვეული იყო პირდაპირი მომხმარებლების დაბალი ბაზით. ძირითადად აქ არიან მეტალურგიული კომპანიები, რომლებიც ყველაზე დიდ გავლენას ახდენენ ამ კატეგორიის მოხმარებაში. ანუ პიკში, როდესაც მეტალურგიული სფეროშენადნობები და სხვა მეტალურგიული კომპანიები მაქსიმალურად მუშაობდნენ, მათი მოხმარება ქვეყნის მოხმარების სადღაც 10%-მდე ადიოდა. ეხლა, როდესაც ანუ 23-ში ნახევრად გაჩერებულები იყვნენ, 24-ში რაღაც თვეები მუშაობდნენ, რაღაც თვეები ვერ მუშაობდნენ და გამოცოცხლება წინა წელთან შედარებით არის ამ სფეროში, მაგრამ მაინც იმაზე ნაკლები არის, ვიდრე მაქსიმალური მოხმარება როცა ჰქონდათ მაგ პერიოდში. ანუ ერთ-ერთი მთავარი მიზეზი მოხმარების ზრდის იყო ამ მეტალურგიული კომპანიების გამოცოცხლება. მეორე პირდაპირ მოხმარებლების ზრდის კრიტერიუმი იყო data mining კომპანიების ზრდა და გვქონდა რამდენიმე პირდაპირ მოხმარებელი დაემატა ამ კატეგორიას. 2024 წელს საქართველოში კრიპტოვალუტების მაინინგის სექტორი მკვეთრად გაიზარდა. სემეკის მონაცემებით ამ სფეროში მოქმედმა კომპანიებმა გასულ წელს 465 მილიონი კილოვატ-საათი ელექტროენერგია მოიხმარეს, რაც წლიურად 6-ჯერ გაზრდილი მაჩვენებელია და აღემატება როგორც ფოლადის საწარმოების, ასევე რკინიგზის მოხმარებას. სამრეწველო საწარმოებში კი ელექტროენერგიის მოხმარება შემცირებულია, 11%-იანი კლებაა ჯორჯიან მანგანეზისა და ზესტაფონის სფეროშენადობდა ქარხნის შემთხვევაში, 4%-ით ნაკლები ენერგია მოიხმარა რუსთავის აზოტმა და ჯეოსტილმა, 23%-ით შემცირდა შეპმესე ჭიათურ მანგანუმ ჯორჯიას მიერ მოხმარება. 10%-იანი კლებაა დატა ჰაბის შემთხვევაში. სამრეწველო საწარმოების საქმიანობის შეჩერების ფონზე პირდაპირი მომხმარებლების მიერ ელექტროენერგიის მოხმარების ზრდას Trading Solutions-ის მმართველი პარტნიორი ძირითადად სწორედ მაინინგ კომპანიების გააქტიურებას უკავშირებს, ის რომ სფეროშენადნობების სექტორში მოქმედი 20-მდე კომპანიიდან მხოლოდ 3 მუშაობს, ადასტურებს დარგობრივი ასოციაციის ხელმძღვანელიც. ის ზრდა, რომელიც დაახლოებით 6%-ზე ცოტა მეტი იყო, ამ ზრდამ თლად ბოლომდე ვერ შეავსო ის დეფიციტი, რომელიც ჩვენ 23 წელს დავინახეთ და შესაბამისად ერთგვარი ჩამორჩენა 2022 წელთან მიმართებით ნამდვილად გვაქვს. ამავდროულად უნდა ვთქვათ, რომ მიზეზი მთავარი ამ ზრდისა გახლდათ ბოლო კვარტალში კრიპტო მაინინგის კომპანიების გააქტიურება და ამოქმედება, რა თავისუფლად გამოწვეული იყო ერთ-ერთ ძირითად კრიპტოვალუტაზე, ბიტკოინზე, ფასის ისტორიულ მაღალ ნიშნულზე დაფიქსირება. სხვა მხრივ საქართველოში მოქმედი მსხვილი საწარმოები სამწუხაროდ დღეს მდგომარეობითაც გაჩერებულია ქვეყანაში ყველაზე დიდი ენერგომომხმარებელი კომპანია, ეს გახლავთ ზესტაფონის სფეროშენადობდა საწარმო, გაჩერებულია სხვა სფეროშენადობდა კომპანიები, ამავდროულად არ არის ბოლომდე ათვისებული და დატვირთული ფოლადის მწარმოებელი კომპანიები, შესაბამისად ის იმ თვალსაზრისით, რასაც დივერსიფიკაცია ქვია 24 წელი,
არ ყოფილა სახარბიელო სხვა პერიოდებთან, სხვა წლებთან შედარებით. ყველაზე მეტ ჯორჯია მანგანეზი აწარმოებს, ყველაზე მეტ პროდუქციას და საშუალო თვეში 9 მილიარდ კილოვატ ელექტროენერგიას მოიხმარს. წარმოიდგინეთ, ახლა ეს ძალიან დიდი წილია და რასაკვირველია ჯორჯია მანგანეზის გაჩერებამ გამოიწვია ელექტროენერგიის მოხმარების შემცირება. 20-მდე კომპანიაა დიდი, მცირე და საშუალო მოცულობის მწარმოებელი ამ სფეროში, ეხლა მუშაობს 3. ეკონომიკის სამინისტრო ფეროშენადნობების ქარხნების ამოქმედებას 2025 წლის მეორე კვარტლიდან პროგნოზირებს. ამასთან საკანონმდებლო ცვლილებებიდან გამომდინარე 2025 წლის ივლისიდან ბაზარზე გაჩნდებიან ახალი პირდაპირი მომხმარებლებიც, რაც ელექტროენერგიის საპროგნოზო ბალანსის მიხედვით მსხვილი კომპანიების მოხმარებას გაზრდის. 2025 წლის ივლისი-დეკემბრის პერიოდისთვის ახალი პირდაპირი მომხმარებლების საპროგნოზო მოხმარება შეადგენს 245 გიგავატ-საათს, რაც პირდაპირი მოხმარების დაახლოებით 7.8%-იან წლიურ ზრდას გამოიწვევს. ნუცა. მადლობა ელენე. ეს ელენე გოგბერაშვილი იყო, რომელმაც ელექტროენერგიის მოხმარებასთან დაკავშირებით არსებული ტენდენციები გადაცნო.